გრძელდება გადაცემა მკურნალი. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა შენი თანამემამულე არის ძალიან წარმატებული და კარგი ექიმი. დღეს ასეთი ექიმი შემოგვიერთდება ჩვენ სტუდიაში. მე ვლაპარაკობ ბატონ თორნიკე სოლოღაშვილზე, რომელიც არის ძალიან წარმატებული, თუმცა იგი არ ცხოვრობს საქართველოში, იგი ცხოვრობს ჟენევაში და ყოველთვის გვეხმარება, ჩამოდის, აკეთებს აქ ოპერაციას და მე არ ვიცი დღეს საქართველოში გულის პათოლოგიით დაავადებული პაციენტები, რომლებიც არ იცნობდნენ ბატონ თორნიკეს. რეგალიებს რომ ჩამოვუყვე, რა თქმა უნდა, თელ გადაცემას წაიღებს, ამიტომ ვიტყვი მხოლოდ იმ მცირეც, რომ ბატონი თორნიკე ამჟამად არის ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამოსახელე უნივერსიტეტში პროფესორი. გამარჯობა ბატონო თორნიკე, ეთერში ბრძანდებით, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენის სტუმარი. გესმით ჩვენი? დიახ, მესმის თქვენი მოგესალმებით, ქალბატონო კეთი, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო თორნიკე, გადავალ პირდაპირ ასეთ კითხვაზე. ყველაზე ხშირად თანდაყოლილი პათოლოგიები, რომლებიც ხდებათ კარდიოქირურგიაში? ზოგადად სტატისტიკა ასეთია, რომ დაახლოებით 100 ცოცხალშობილი ახალშობილიდან ერთი იბადება გულის თანდაყოლილი მარგით, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ კორექციას. ყველაზე ხშირი დეფექტები ეს არის გიდეთა დეფექტები, როცა არის ღიაობა პარკუჩთა შორის გიდის და რამოდენიმე დაბადები და რამოდენიმე თვის შემდეგ საჭიროებენ ქირურგიულ კორექციას. ბატონო თორნიკე, მუცლად ყოფნის პერიოდში თუ არის შესაძლებელი ამ პათოლოგიების აღმოჩენა? რასაკვირველია, დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს აბსოლუტური უმრავლესობის დიაგნოსტირება. რჩება მცირე რაოდენობა გულის მანკების და ისეთი სახეობები, მაგალითად აორტის რკალის პათოლოგიები, როგორც არის აორტის კოარქტაცია, საკმაოდ რთული სადიაგნოსტიკოა მუცლად ყოფნის პერიოდში, იმიტომ რომ ნაყოფის სისხლის მიმოქცევა სხვანაირია და ძალიან რთულია, რომ დადასტურებით თქვა, რომ იქ იქნება კოარქტაცია, თუმცა არის გარკვეული ნიშნები, როცა ეჭვი შეგვიძლია მივიტანოთ, რომ დაბადებისთანავე შეიძლება გაჩნდეს კოარქტაცია და ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია დაბადებისთანავე გაკეთდეს კონტროლი, რომ დიაგნოზი დადასტურდეს ან გამოირიცხოს და არ გამოგვეპაროს. რასაკვირველია, ამას პირველი სკრინინგი, ასე ვთქვათ, ხდება მიანგინეკოლოგების მიერ, როცა აკეთებენ ნაყოფის გულის ეხოსკოპიას და ეჭვის მიტანის შემთხვევაში უკვე მისამართებენ კარდიოლოგებთან, ბავშვთა კარდიოლოგებთან, რომლებიც არიან სპეციალიზირებული პრენატალურ დიაგნოსტიკაში. დიახ, და დაბადებისთანავე კეთდება ეს ოპერაციები თუ დრო ითმენს? არის, შეიძლება ითქვას, რომ დიდი მანკების დიდი რაოდენობა შეგვიძლია რომ დავასტაბილუროთ მედიკამენტების დახმარებით, ან რაიმე ვთქვათ პროცედურების დახმარებით და მოვიცადოთ რამოდენიმე დღე. ძალიან იშვიათია ისეთი სიტუაცია, როცა დაბადებისთანავე გვჭირდება, რომ საოპერაციოში წავიდეთ და გავაკეთოთ მომდევნო საათებში. ხდება ასეთიც, მაგალითად, ფილტვის ვენების სრული ანომალური დრენაჟი, არის ის მანკი, როცა თუ განსაკუთრებით ეს სადინარი სტენოზდება, როცა აუცილებელია და ოპერაციას ვერ გადავდებ თუ ერთ-ერთი დღით. მაგრამ ძირითად შემთხვევებში გვაქვს საშუალება, რომ რამოდენიმე დღე მოვიცადოთ და ორგანიზმი ცოტა მომწიფდეს. ზოგადად მანკების უმეტესობა დასრულია, რომ გასწორდეს სიცოცხლის პირველ წელიწადს.
გასაგებია. ბატონო თორნიკე, თქვენთან დაკავშირება რამდენად ხელმისაწვდომია ქართველი პაციენტებისთვის? მე ვიცი, მართლა ყველა გიცნობთ, ვისაც კი ეს პრობლემა აქვს, მაგრამ რამდენად ადვილად შეიძლება თქვენი მოძებნა და როგორ შეიძლება რომ დაგიკავშირდნენ? ძირითადად სოციალური ქსელებით მიკავშირდებიან, რასაკვირველია ეს ხელმისაწვდომია და მარტივია. მუდმივად ყოველდღიურად ყოველკვირეულად მაქვს მე ურთიერთობა და მიკავშირდებიან ახალი პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები, რომლებთანაც სწორედ პრენატალური დიაგნოსტირება მოხდა სანდაყოლი მანკის და ასე შემდეგ. ზოგს უბრალოდ აინტერესებს, ასე ვთქვათ, მეორე აზრი, რომ რამდენად საჭიროა ოპერაციის ჩატარება, ან უბრალოდ სურს მეგაპროტო ოპერაცია და რაღაცა გარკვეული პაციენტების რაოდენობა და სპეციფიური ოპერაციები, ვთქვათ, რომ ის პაციენტები, ვინც აქ შვეიცარიაში ჩამოდგნენ ოპერაციის გასაკეთებლად. ძალიან კარგი. იცით რა მაინტერესებს, თუ არის მზაობა ჩამოფრენის, რამდენად სწრაფად გაუკეთდება ადგილზე ოპერაცია, თქვა თუ არის დაყოვნება და შეხედეთ, ანუ ეს ხდება დაგეგმარება ყველაფრის და ვიცით რომ სანამ პაციენტი ჩამოვა, ასე ვთქვათ, საოპერაციო დღე უკვე განსაზღვრულია, როგორც წესი ჩამოფრენის დღეა, მეორე დღეს ხდება ჰოსპიტალიზაცია და დიაგნოსტირება და მესამე დღეს ვაკეთებთ ოპერაციას. რომ დიდხანს არის ხოლმე დაყოლებული ახლა. ძალიან სასიამოვნოა. ბატონო თორნიკე, თქვენ გააკეთეთ უნიკალური ოპერაცია გულის ნაწილობრივი გადანერგვა. ვამაყობთ თქვენით უპირველეს ყოვლისა, ეს ძალიან დიდი წინსვლა არის. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც თქვენ ჩამობრძანდებით ჩვენთან, მე აუცილებლად დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ ოპერაციაზე, რადგან მინდა რომ ყველამ შეიტყოს, რატომ არის ეს ოპერაცია უნიკალური და რომ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, რისის შესაძლებლობაც მანდ არის. წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა რომ ბრძანდებოდით ჩვენი სტუმარი და შემდეგში უკვე გელით ჩვენთან სტუდიაში. დიდი სიამოვნებით მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დიახ, ეს ნამდვილად საინტერესო შემთხვევაა და ზოგადად ძალიან დიდი მომავლის მქონე ტექნიკა, ასე შეიძლება ითქვას, რაც საშუალებას მისცემს ამ ბავშვებს და პაციენტებს, რომ თავიდან აიცილონ განმეორებითი ოპერაციები, რაც ძალიან ხშირია ბავშვთა კარდიოქირურგიაში. მაგით უკვე შემდეგში ჩვენ სტუდიაში ვისაუბრებთ. უღმესი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. წარმატებებს გისურვებთ, ბატონო თორნიკე. მადლობთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა თქვენთვის იყო ძალიან ინფორმატიული. ჩვენ ყოველთვის გავცემთ პასუხებს თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე. ეს გადაცემა მკურნალია. მე გემშვიდობებით მხოლოდ ერთი კვირით. შევხვდებით ყოველ ოთხშაბათს და გისურვებთ ჯანმრთელობას.